ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას. კამერების წინ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ და საუბრობენ. გამოძიებასთან საკუთარი სიტყვები უკან მიაქვთ. ასეთია რადიკალების ბუნება. გენერალური პროკურატურის შუალედური ანგარიშით ირკვევა ისიც, რომ უსაფუძვლო ბრალმდებლებმა გამოძიებასთან ან არ ითანამშრომლეს, ან მტკიცებულებების გარეშე მივიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმრავლესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახელმწიფოებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე. იმას, რასაც ახლა პროკურორი ამბობს, ადასტურებს ფაქტები. პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა ოპოზიციამ, NGO-ებმა და ექს-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. ყველამ, ვინც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულ აჟიოტაჟი ატეხა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიწყო. საგამოძიებო უწყებაში მაშინ მხოლოდ ბესელია გამოცხადდა, რომელმაც მტკიცებულებად ნუდარ მელაძის გადაცემაში გასული რეპორტაჟი მიიტანა. ასთავარია ნოდარ მელაძის ასევე ეს ოგბში ჩაიწერა, ხარი რომ მინდოდა რომ ჩაწერილიყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის მემამზადებული ბოლო რამდენიმე გადაცემა. ხაზარაძე ჯაფარიძე, მეზრიშვილი, ზურაგირჩი, გვარამიას თენგო, ლუნდა თოლორაია. თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების გარეშე და ხელცარიელები იმყოფებოდნენ ისინი, ვინც პროკურატურას მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა არჩია. მეკითხებიან რაღაცა იცით რა კონკრეტული ადამიანი მავპირობითად რომელმაც რაღაცა მარკირება მოიცილა, მე არ მინახია, მაგრამ ვიდეოებს ინტერნეტში არ შევიდა ნახო როგორ იწმენს ადამიანი მარკირებას თითიდან. არჩევნების დღეს გამოყენებულ მარკირების სითხესთან დაკავშირებით კითხვები ქიმიური ექსპერტიზის შედეგებმა მოხსნა. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულ მარკირების სითხის ვარგისობის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამისათვის გამოძიების მსვლელობისას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში ულტრაისფერის სხივებით დანათებით ლუმინისცირებას ანუ ნათებას ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში. ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი. არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტებმა გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ, როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე უბანზე ხმის განმეორებით ან და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა. ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შეუძლებლობა დასტურდება საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც. ნახე პროკურატურის ღევანდელი ბრიფინგი და მეც მოვუწოდებ უერთდები
ბრალდების მხარეს ამ შემთხვევაში, ანუ პროკურატურას იმაში, რომ თუ კი ვინმეს რაიმე ერთი ფაქტი აქვს გაყალბებასთან დაკავშირებით, 300.000 კი არ არის საუბარი. აი 300 ხმის გაყალბება როგორ მოხდა? მივიდნენ და უთხრა პროკურატურას, რატო უმალავენ? 300.000 ხმა გაყალბდაო, ხო გვიმტკიცებენ? 300 ხმის, 300.000 კი არა, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დატო. გიორგი გახარიას ანუ ეს რატო მნიშვნელოვანი იცით ბოდიში? იცით რატო მნიშვნელოვანი? ხალხი გამოდი და იძახს რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. გავიგე რომ თავისი აზრი აქვს იმათ და ნაცმა დაარწმუნა ამაში თუ სხვა გარემოებამ რატო ვითხოვ ახალ არჩევნებს? 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დადე, არა 300.000, 300. და მე მოითხოვე კი ბატონო, მაგრამ ამას რო ვერ აკეთებ, რას ვითხოვ? ესე თქვენც მოითხოვეთ სხვა რაღაცა და ესე არგუმენტის გარეშე რაღაცების მოთხოვნას, რა ვიცი, ექნება საფუძველი და უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებამ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, მე უსმინე, ძალიან საზოგადოებამაც უსმინე და ძალიან კარგი იყო ეს შუალედური ბრიფინგი, კარგი და საჭირო იყო პროკურატურის მხრიდან, იმიტომ რომ დეტალურად იყო ახსნილი თუ რა საგამოძიებო ქმედებები ჩატარდა. საქართველოს პროკურატურა მოქმედებს გამოძიების უმაღლესი სტანდარტებით და როდესაც საქმე გვაქვს სალომე ზურაბიშვილთან და მისდაერ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ აღქმების თეორიით არიან შეპყრობილნი, რა თქმა უნდა, ვერ ითანამშრომლობენ. არ კი არა, ვერ ითანამშრომლობენ ვერცერთ საგამოძიებო სტრუქტურასთან, იმიტომ რომ არარსებული ფაქტებით არიან. ის რომ ერთი ადამიანი თითქოს და სხვადასხვა უბნებზე ხმას აძლევდა, ეს პროკურატურამაც გამორიცხა, ეს გამორიცხა პირველად იმ დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ, ამერიკულმა, ძალიან ავტორიტეტულმა, რომელმაც ასე ვთქვათ, 3 ეტაპის აუდიტი ჩაატარეს და მესამე ასე ვთქვათ, ეტაპი სწორედ ამას ეხებოდა, რომ სიების დუბლირება იყო გამორიცხული. 400-მდე გამოკითხული ფიზიკური პირი, საგამოძიებო ექსპერიმენტები, ექსპერტიზები, ვერიფიკაციის აპარატიდან ამოღებული მეხსიერების ბარათები. არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება გრძელდება. გენერალური პროკურატურა გამოსაკითხ პირებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.